თვითონ გებუაძე შემახდა ეს ისეთი უშვერი სიტყვებით წამოვიდა რომ რა ვიცი ახლა ჩვენ ყველანი 90-იანელები ვართ ვთქვა და მე ესეთი რაღაც არ გამიგონია ეს ყველაზე მაგრად აი ამანი მოქმედა ასაკიანი დედა მყავს მამა გარდაცვლილი და აი ყველას რა თქმა უნდა შეეხო და ამგვარ ციალამ თქვა მე უკვე აღარ მახსოვს იმიტომ რომ კედელზე მიმარტყვრინა თავი და ნუ მე უკვე რომ რაღაც მოვედი თითქოს რაღაც წამიერი იყო ეს ყველაფერი და ну, მე ვთქვეს რომ სადღაც 10-ჯერ და 10-ჯერ იმოქმედა და არაერთი ინტერვიუ მაქვს ალბათ რომ აი მოსმენილი მსგავსი აბსურდული და რაღაც არაფრის მომცემი ფრაზები რა ვიცი ხან სათამბჯენებს ვაშენებ ხან იახტები მყავს და ხან ხალხს ვაწამებთ ეს არის აბსურდი ხა რატო კარგავთ ამაზე დროს ვერ ვხვდები მალხაზირემაძის ისეთ ინტერვიუებს გაყურებინებთ გაოცებული დარჩით რატომ ამბრალებს როგორ გონია ბატონი ირაკლი ან ვისყვება პოლიციის უფროსისგან ჩადენილ ძალადობებზე და ეს საჯარო სივრცეში გაკეთებული კომენტარია წესით ბრალდებას ამაზე რეაგირება უნდა ქონოდა იმის ნაცვლად რომ ეს მტკიცებულებების ამოღება ეშუამდგომდა საქმიდან რეაგირების ნაცვლად მაგრამ ჩემი კითხვაა რა ინტერესი აქვს ამ კაცს რატომ გაბრალებთ თქვენ რომ მასზე არაერთხელ განახორციელებს ძალადობა აკავებდნენ პოლიციელები თავი მიარწმევინა კედელზე და არ მოგენა არანამ ზოგადად როდესაც შემიყვანეს შენობაში წინ იდგა მალხაზირემაძე და ეს მალხაზირემაძეს ასევე დაკავებული ყავდა ორ ადამიანს ორ პოლიციელს აი ირაკლი გებუაძე მომშორდა მე და მივიდა ირემაძესთან და ძალიან გამეტებით უთხრამდა თავში ძალიან სასტიკად ანუ სცემდა ირაკლი მალხაზირემაძეს დიახ და მე დამაყენეს და მაყურებიეს როგორ სცემდნენ ამას მე არ მახსოვს კონკრეტულად რა შემოვდი მაგრამ მე მახსოვს რომ მოუწოდებდი რომ ეს ადამიანი არაფერს შუაში არ იყო და არ გაელახათ რატყმის დროს ცემის დროს სავარაუდოდ სიტყვის შეურაცხყოფას აყენებდა იმიტომ რომ ნეგატიური სიტყვები მოდიოდა როგორც მე მახსოვს არ მახსოვს უბრალოდ რას ამბობდა იმიტომ რომ იმდენად მოულოდნელი იყო თავში დარტყმებიან თავში უთხოვდა პირდაპირ რა თქვენ იმ დღეს დააკავეთ ესეთი გაფარ იუმასი დიახ დააკავეთ ხო არიცით რისთვის დააკავეთ მე არ გამიგავდი ჩემო თანამშრომლები კონკრეტულად არ მახსენდება რა იყო დაკავების გაფარ იუმასზე თუ იზალადეთ პოლიციის შენობაში არა ხელობა არ გიცემიათ არც სიტყვიერ შეურაცხყოფა მიგიღენებიათ იგივე ვიდეო ქალბატონო მოსამართლე 04-27 წამიდან ნედროშეს დაკავება სვისტოკი ქონდა დეში და დროშა ქონდა ხელში და ეუბნებია რომ დროშა გადაგვატეხიო ყველას თუმცა ერთი და იგივე სიტყვებით თითქოს ერთი და იგივე სიტყვებით მივაყენეთ შეურაცხყოფა ეს იყო რა ვიცი მასკარადი რაღაცა ის ცირკი იყო იქ სასამართლოზე და ჩემთანაც იყო იჯდა ეს არაჩვეულებრივი ადამიანი ფიზიკურად შეეხეს და რა ვიცი რა ესეთ რაც არ გებუაძეო ხო გებუაძემ ცემა საქართველოს გებუაძე აი მეტირება რა ისეთი ბაბუკაცი ასეთი აფხნაგას გაცვეთ დავაშალისგან თქვენზე ადრე დაგიცავთ მე ამოგძანთ თქვენს კალბატონო ისეთი შირი ვინ არის განა ქვეყანაში მან სიტყვები დამიძახა მივიეჭა და მეორე დაკავების სიტუაციაში სადღაც ხდება იქ მითხრა ძალიან ბევრჯერ ვინ იყო და აღმოვაჩინე რომ ირაკლი გებუაძე თურმე ირაკლი გებუაძე არ გამოვიწდება შენი სიტყვები ჩემი კითხვაა მაშინ როდესაც თუნდაც მოქალაქე ცუდად იქცევა და გეძახით ნუ ეხლა რამდენად ეს ახლა შეურაცხყოფაა სხვა ამბავიდან ჩავთვალოთ შეურაცხყოფაა თქვენ გონიათ პოლიციას შეუძლია სიტყვიერი შეურაცხყოფით უფასიყოს არა მაშინ რატომ გაბრალებთ ეს კალბატონი არ ვიცი დაიბარეთ
ეხლა აშკარად მესმოდა ყვირილი გინება და ცემატება. ეს მესმოდა. უბრალოდ უბრალოდ ამაზე უნდა ილაპარაკო თავად, რომ მე ვერ გავარჩიე, ვინ შემოდიოდა და ვის აყენებდა შეურაცხყოფას ამ შემთხვევაში. ანუ გვერდითი ოთახიდან იცოდა გინების და ცემის. ანუ დაკავებულებს, სადაც ვიყავით, იქ შემოყავდათ ადამიანები. ისმოდა გინება, არ დამარტყა ხელი ამის ამბავით, არ დანარჩენი არ მინახავს. თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები ვინც არიან და ასევე დღეს დააკავეს, გადაიყვანეს უკვე იზოლატორებში. იმედი მაქვს ამაზე ისაუბრებ. ჩემი კითხვა მზია ამაღლობელმა ჩვენება მისცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. დღეს წარმოვადგინეთ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც უთხრა იგივე და დაფიქსირებულია ეს მასთან. და მზია ამაღლობელი მიუთითებს, თუ როგორ აგინებდით და აყენებდით შეურაცხყოფას დაკავების შემდეგ. დეტალებზე არ გკითხავთ, ანუ პირდაპირ მიპასუხეთ. მიაყენეთ თუ არა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაკავებდნენ თუ არა თანამშრომლები და შეაკურთხეთ თუ არა მზიას, როგორც ის მერე კი არ უთითებდა, მაშინვე მიუთითა სახალხო დამცველის წარმომადგენელს. არა.